საქართველოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი, ძველი ბიჭები და ცესკოს მამიდები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ თანამდებობიდან გადადგა თამარ შვანია. წახვედი და 4 მილიონიან ქვეყანაში 7 მილიონ ადამიანს დაწყვიტე გული. ვიღა დაასაქმებს საარჩევნო უბნებზე ძვალმსხვილ მამიდებს. მათი სევდა, ცრემლი, ტუში და წითელი პომადა ერთმანეთშია არეული. წახვედი და დაგვიტოვე გაყალბებული ბიულეტენები, დაუბალანსებელი ოქმები, არეული პარლამენტი, ამღვრეული ლევან იოსელიანი და გაწიკწიკებული ალეკო ელისაშვილი. არადა გადადგომამდე ერთი კვირით ადრე ამბობდი, რომ არსად წასვლას არ აპირებდი. წასვლაც კი გაგვიყალბე, თამარ. ნეტავ შენ შემდეგ ვინ მოვა? ნეტავ ვინ გადააკეთებს პასტით საბოლოო შედეგებს? შენს კალიგრაფიას უკვე შეჩვეულები ვიყავით. ყველანი ტირიან ვინს გიცნობდა. ტირიან ოცნების წევრები, გოდებენ ცესკოს თანამშრომლები, მოთქვამენ კოორდინატორი მამიდები. ძველი ბიჭების აზრით კი შენი საქციელი არასპრავედლივია, თამარ. შენ იყავი ჩვენი იმედი, შენ იყავი ჩვენი მესია და საარჩევნო უბნებზე მკვდარი სულების სიცოცხლის მომნიჭებელი. შენ გააერთიანი არჩევნები და ქართული ფოლკლორი. სხვა ქვეყანაში თუ ერთ ადამიანს ერთი ხმა აქვს, შენ ერთ ქართველ ამომრჩეველს კრიმანჭულივით 12 ხმის მიცემის შანსი მიეცი. შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე დაგვიმტკიცა, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერება არ არის. რას ვიზამთ? ასეთი ყოფილა ჭორვილელი განგების ნება. მშვიდობით, თამარ. მსუბუქი იყო შენთვის ის თანხა, რაც შენი თავმჯდომარეობის დროს საკუთარ თავს გამოუწერე. ვიცი წახვედი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენი უკვდავი სომხური კარუსელი 40 დღის მანძილზე ისე ვიტრიალებს საარჩევნო უბნებზე.